საღამომშვიდობისა მივესალმები რუსთავიორის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს და დასაწყისშივე რასაც გავაკეთებ არის ის რომ გისურვებთ წარმატებას, რადგან სამშაბათი და პარასკევი არის სწორედ ის დღეები, როდესაც თითოეულ თქვენგანს წარმატება ძალიან გჭირდებათ. განსაკუთრებით რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, ვინც ყოველ სამშაბათს და პარასკევს სწორედ ამ დღეებისთვის ყიდულობთ ბილეთებს, ავსებთ შესაბამის კომბინაციას და შემდეგ ელოდებით ხოლმე იღბალს. მით უმეტეს თანხები და განსაკუთრებით ჯეკპოტის და მეორე კატეგორიის თანხა უკვე იმატებს და შესაბამისად დიდ თანხებს შეგვიძლია წავეთამაშოთ და შეგახსენებთ, ჯეკპოტი დღის მდგომარეობით შეადგენს 6,8936 ლარს, ძალიან მსუხე თანხაა და მეთანხმებით და მეორე კატეგორიაც არ გამოიყურება და ჟღერს ურიგოთ 273,000 ლარს გასცდა ჩვენი საპრიზო ფონდი მეორე კატეგორიაში სწორედ და ასევე სხვა კატეგორიებშიც გვაქვს ჩვენ თანხები ძალიან კარგად ვიცით. შესაბამისად არ დავკარგოთ დრო, გადავინაცვლოთ ღილაკისკენ და კიდევ ერთხელ წარმატება მისურვებია თითოეული თქვენგანისთვის. აბა 3, 2 და 1 ახმაურდა ჩვენი ლოტოტრონი და დაველოდებით უკვე პირველ მომგებიან ბურთს, რომელიც გახსნის დღევანდელ გათამაშებას. ყვითელმა გახსნა დღევანდელი გათამაშება და ის გახლავთ ნომერი 41. ნახოთ რა იქნება მეორე მომგებიანი ბურთი. და წითელმა მერა დავაშავეო და შემოუგორდა გვერდით 20-იანი მიუჯდა 41-ს. ნახოთ მესამე მომგებიანი ბურთის ვინაობაც. 34 შემოგვიგორდა, წითლები ლიდერობენ ამ ეტაპისთვის. და აბა ვნახოთ მეოთხე მომგებიანი ბურთი რა იქნება და 14 შემოგვიგორდა ამასობაში ლურჯმა დაარღვია წითლების იდილია. და ვნახოთ მწვანე გვაკლია პრინციპში და აი ისიც გამოჩნდა. მწვანე ახსენეო და 29 ხელში მოიმარჯვეო, შემოგვიგორდა მეხუთე მომგებიან ბურთად და მეექვსე ბურთი გვჭირდება ახლა ჩვენ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და ის გახლავთ ნომერი 35 და თუ ეს კომბინაცია თქვენ დასვით, გილოცავთ, თქვენ ძალიან კარგი ამბავი გაქვთ და ბონუს რიცხვი გახლავთ 17. კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის გადავიმეოროთ 41, 20, 34, 14, 29, 35, ხოლო ბონუს რიცხვი გახლავთ 17. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ერთგულმა მოთამაშეებმა და ყველას თითოეულ თქვენგანს შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხანში გამოვლინდება შედეგები, ჩვენ შედეგებს აი აქ ჩემგან ხელ მარცხნივ დაინახავთ ძალიან მალე, ნუ პრინციპში იმ ადამიანებმა, რომელთაც წარმატება უკვე ეწვიათ, ძალიან კარგად იციან ამის შესახებ, მაგრამ ჩვენც გაგვიზიარებენ და შემდეგ გაუზიარებთ სრულიად საქართველოს. ერთი სული მაქვს აი აქ სიხარულით ვიხტუნაო, მარტო ვიქნები თუ თაკოსთან ერთად არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ შედეგებს მალე გავიგებთ, მაგრამ სანამ მივალთ ხოლმე შედეგებამდე მანამდე აუცილებელია ერთი პირობა, რომ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ბილეთი. ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა, ლოტო.G, ყველა დიდ სავაჭრო მოულში ასევე მდებარეობს სერვის ცენტრები და მთელი საქართველოს მასშტაბით გახლავთ ლოტოს ჯიხურები. გვაქვს შედეგებიო, მეუბნებიან და გავათამაშეთ მესამე კატეგორია, რომელიც ამდენი ხანია არ გაგვითამაშებია. ერთმა ადამიანმა მოიგო 10,303 ლარი. გილოცავთ თქვენ გამარჯვებულო. ბედნიერებაში მოიხმარეთ. მეოთხე კატეგორიაში 1411 ლარი გაინაწილა 3 ადამიანმა. მოგებამ ბილეთზე შეადგინა 470 ლარი და ტრადიციულად მეხუთე, მეექვსე კატეგორიებში გვყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული. რა მაგარია დღეს შესანიშნავი თანხა გავათამაშეთ, თუმცა მეორე კატეგორია და ჯეკპოტი გვაქვს გაუთამაშებელი და შესაბამისად არ დაივიწყოთ ჯადოსნური სიტყვები. იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას ერთი ბილეთი მაინც. გათამაშებიდან გათამაშებამდე ყოველ სამშაბათს და ყოველ პარასკევს. და თქვენ იღბალი აუცილებლად გეწევათ. ბედნიერი საღამო.